პირდაპირ ეთერში გთავაზობთ. როლექსი მინდა მოგულოცოთ ყველას დიდგორობა არის ჩვენი სიამაყე, ჩვენი ისტორია. ეს იყო ისტორიული გამარჯვება, რომელმაც საფუძველი დაუდო საქართველოს ისტორიის ოქროს ხანას. ეს არის სამაგალითო ბრძოლა, ეს იყო უთანასწორო ბრძოლა, სადაც სწორედ ერთიანობით, სიმტკიცით, ღირსებით გაიმარჯვა საქართველომ და ეს უნდა იყოს მაგალითი ჩვენთვის დღევანდელ დღესაც. დღესაც გვაქვს ჩვენ ურთულესი გამოწვევები ჩვენს წინაშე, ჩვენი ქვეყნის წინაშე, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ღირსებით, ჩვენი ერთიანობით, ჩვენი სიმტკიცით, ჩვენი პატრიოტიზმით ჩვენ აუცილებლად მივახცევთ ჩვენს ეროვნულ მიზნებს. აპელეგრის სენატორი და კონგრესმენები და თბილისში რამდენიმე დღის წინ მათ საკუთარ კრიტიკული მოსაზრებები გამართეს საქართველოს მთავრობის კონტროლერთან ნაბიჯებთან დაკავშირებით, თუმცა აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთ მაგალითად კონგრესმენთან დაკავშირებით არსებობს თავად კითხვა. კორუფციონერი კონგრესმენთან შევიდა შეყვანა და კონკრეტული кейსები არსებობს, ასე ვთქვათ, მის წინააღმდეგ კითხვებთან ის ახალგაზრდა დაკავშირებით. რა შეგიძლიათ თქვა თამასთან დაკავშირებით, რუსეთთან საუბრობს? მე არ მინდა ამ თემასთან დაკავშირებით კომენტარი გავაკეთო. ჩემთვის სამწუხარო არის ის, რომ ხშირად იმართება შეხვედრები, მე მქონდა პირადად შეხვედრა რამდენიმე დღის წინ ამ ადამიანებთან, სენატორთან, კონგრესმენთან, თუმცა საუბრები რჩება ხოლმე საუბრება. ჩვენ ძალიან მკაფიოდ უთხარით ჩვენს კოლეგებს, თუ როგორ ხედავთ ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვას. ამისათვის პირველ რიგში არის მთავარი და აუცილებელი ის, რომ მომავალ ერთ წლის განმავლობაში არ ვიხილოთ ისეთივე პროცესები, როგორებიც ვიხილეთ ჩვენ გასული 4 წლის მანძილზე და აღარ გავიმეორებთ, რაც გულისხმობთ ამაში, ხო, რასაც ეკეთებდა მაგალითად ამერიკის ყოფილი ელჩი. ამ ფონზე, ამ პრობლემების ფონზე, რაც ხელოვნურად შეიქმნა გასული 4 წლის განმავლობაში, საჭიროა ურთიერთობების გადატვირთვა და ურთიერთობების გადატვირთვას ეს ეჭიროება სამართლიანი, სწორი, ჯანსაღი მიდგომა. ჩვენი მხრიდან არის გადადგმული ნაბიჯები, ჩვენ ვართ მოლოდინის რეჟიმში და ველოდებით, რომ გადაიდგება საპასუხო ნაბიჯები ამერიკელი კოლეგების მხრიდან. თავი კითხვა მდგომარეობს იმაში, თუ რატომ აღიარა თავის დროზე ნაციონალურმა მოძრაობამ ომის დაწყება, რატომ მოაწერა ხელი ევროპის საბჭოს რეზოლუციას, რატომ მოაწერა ხელი ტალიანის დასკვნას, რომელიც ევროკავშირის დაკვეთით მომზადა, რატომ მოაწერა ხელი დოკუმენტებს, რომლის თანახმადაც ომი დაიწყო სააკაშვილის რეჟიმმა. ხო, ეს არის თავარი კითხვა, რომელსაც აუცილებლად უნდა გაეცეს პასუხი. ამას სჭირდება სათანადო სამართლებრივი პროცესი, სათანადო სამართლებრივი პროცედურები, რომლებიც აუცილებლად წარიმართება. ამ დანაშაულს არ შეიძლება არ გაეცეს პასუხი, დანაშაული უნდა იყოს გამოძიებული და დანაშაულზე არის საჭირო შესაბამისი რეაგირება, მათ შორის პრევენციის მიზნით. თქვენ იცით, რომ ამ ადამიანებმა არა მარტო 2008 წელს მიიყვანეს ქვეყანა ომამდე, არამედ ეს ადამიანები ცდილობდნენ ასევე, რომ გასული 2 წლის მანძილზე მიიყვანათ საქართველოს ომამდე, მეორე ფრონტამდე. იყო მათი პირდაპირი მოწოდებები ომთან დაკავშირებით, იყო მოწოდებები სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით, იყო მოწოდებები ებრძოლი მოხალისეების გაგზავნასთან დაკავშირებით. ანუ ეს ადამიანები მთელი ამ 2 წლის მანძილზე ცდილობდნენ იგივეს, რაც გაუკეთეს ჩვენს ქვეყანას 2008 წელს. დანაშაულის გამოძიება, ამ უმძიმესი დანაშაულის გამოძიება, ქვეყნისა და ხალხის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის გამოძიება არის პირველ რიგში მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ მომავალში ასეთი დანაშაული ვეღარავინ ჩაიდენს. ბატონო ერები, სენატორ შაჰინზადე თარიღთან დაკავშირებით ნაციონალური მოძრაობის და განსხვავებული ყველგან ცდილობენ, რომ ხელოვნურად გახლიჩონ ხალხი, გახლიჩონ ქვეყანა. სხვა არაფერს არ შეიძლება უკავშირდებოდეს ის, რომ 16 წლის თავზე შენ ცდილობ რაღაც ასე ვთქვათ ცვლილებები შეიტანო იმ ასე ვთქვათ მოცემულობაში, რომელიც არის საყოველთაოდ აღიარებული. ხო, სხვანაირად ეს ვერ აიხსნება, როდესაც ჩვენ თვითონ 8 აგვისტოს იხსენებდი ომის დაწყების თარიღს, როცა ჩვენ თვითონ იხსენებდი კონკრეტულ თარიღთან მიმართებით სხვადასხვა ფაქტს და ახლა ცდილობ ეს ყველაფერი შეცვალო. ეს მეთქოლებს ერთადერთ რამეს, რომ მათ ვართ ერთი, რომ
გახლიჩონ ხელოვნურად ხალხი, გახლიჩონ ხელოვნურად ქვეყანა და მეორე ამით მათ სურთ საკუთარი დანაშაულის გადაფარვა. თარიღების ცვლილებითაც ისინი ცდილობენ გადაფარონ საკუთარი დანაშაული, რომელიც მათ 16 წლის წინ ჩაიდინეს. და სხვათა შორის ერთი ფაქტია ნიშანდობლივი, უბრალოდ საინტერესო, დღეს აღნიშნავ ჩვენ დიდგორობას და თავის დროზე კაპიტულაციის შეთანხმებას სწორედ დიდგორობა დღეს მოაწერა ხელი სააკაშვილმა და მისმა რეჟიმმა. აქედან ჩანს თუ როგორი კონტრასტია ამ ხელისუფლებისა ქართულ სულთან. სააკაშვილის რეჟიმი იყო თავიდან ბოლომდე თავისი არსით დაპირისპირებული ყველაფერ ქართულთან და სწორედ შემთხვევითი არ არის ის, რომ კაპიტულაციის შეთანხმებას მათ 16 წლის წინ მოაწერეს ხელი სწორედ დიდგორობა დღეს. ბატონო ერაკლი, სენატორ შაჰინთან დაკავშირებით მაქვს კითხვა, მას ჰქონდა მცდელობა ჟურნალისტებმა კითხეს აპირებდა თუ არა ბიძინა-ივანიშვილთან შეხვედრას და მან განაცხადა, რომ ჰქონდა მცდელობა, თუმცა ბიძინა-ივანიშვილი მას არ შეხვდა. უნდა გავიხსენოთ ისიც, რომ სენატორი შაჰინი იყო ერთ-ერთი პოლიტიკური აქტორი, რომელიც ხელისუფლების მშვიდობიანად გადაბარებაში იღებდა მონაწილეობას მაშინ 2012 წელს. რა არის ამის მიზეზი, რის გამო არ შეხვდა ბიძინა-ივანიშვილი სენატორ შაჰინს? თავად ბიძინა-ივანიშვილმა განუმარტა არაერთის ამერიკელ კოლეგებს, თუ რატომ არ ხდებოდა მან განმარტა მიზეზები, ეს მიზეზები ძალიან კარგად იციან ამერიკელმა კოლეგებმა, თუ სურთ თავად შეუძლიათ გამოიტანონ ეს მიზეზი. მიზეზი არის ძალიან მკაფიო, მიზეზი არის ძალიან კონკრეტული და ამ ყველაფერს აქვს თავისი კონკრეტული საფუძველი. ამის სურვილი ექნებათ ამერიკელ კოლეგებს თავად შეუძლიათ ისაუბრონ ამ მიზეზზე, ბიზნეს შეუძლია ისაუბროს ამაზე, თუ იქნება მისი სურვილი. მე არ მინდა ამ თემაზე საუბარი, იმიტომ რომ მე არ ვარ კონკრეტული მხარე ამ შემთხვევაში. კიდევ ერთხელ გამიმერებ, რომ მიზეზი ბატონმა ბიზნესმენმა განუმარტა ამერიკელ კოლეგებს და ვინც იყო კომუნიკაციის ორი მხარე, მათი პრეროგატივაა ასეთ საკითხებზე საუბარი. ბატონო, ჩვენ საუბრობთ ბოლო დღეებში დემოკრატიის ფესტივალზე ბათუმში უნდა გაიმართოს წალენჯიხის თელავის და ქუთაისის შემდეგ, ხო? და გუშინ პარლამენტის თავმჯდომარებას გააცოლა განცხადება. თქვენც ხედავთ თუ არა ამ შემთხვევაში კონკრეტული პარტიების მხრიდან საკუთარი წინასწარ არჩევნოთ აგიტაციის მცდელობას უცხოური დაქმნას? თავისთავად ის ფაქტია, რომ უცხოეთიდან საქართველოში ფინანსდება ავტორიტარიზმის ფესტივალები სხვადასხვა რეგიონში, მეტყოლებს იმაზე, რომ ვიღაცას საზღვარგარეთ სურს, რომ საქართველოში დაგვიბრუნოს ავტორიტარიზმი. მე კიდევ ერთხელ მინდა შეგახსენოთ, რა შედეგამდე მიიყვანა საქართველოს ავტორიტარიზმმა. ეს იყო მათ შორის პირველ რიგში 2008 წლის წაგებული ომის ავანტურა, რომელიც ჩაიდინა მაშინდელმა ავტორიტარულმა რეჟიმმა, სააკაშვილის რეჟიმმა. ეს იყო ბიზნესის სისტემური რეკეტი, ეს იყო ადამიანების წამება, ადამიანების მიმართ არახუმანური მომყურება, არა მარტო ციხეებში, არამედ ციხეებს გარეთაც. ეს იყო ტელევიზიების მიტაცება. თქვენ გახსოვთ, რომ ტელემედია მონოპოლია ჩამოყალიბდა სწორედ ტელევიზიების მიტაცების საფუძველზე. ეს იყო გაყალბებული, ტოტალურად გაყალბებული არჩევნები. აღარ მინდა ჩამოთვალო ის დანაშაულები, რომლებიც მაშინ ჩაიდინა გარედან თავსმოხვეულმა ხელისუფლებამ. მაშინ გარედან დაუნიშნეს ჩვენ ქვეყანას ხელისუფლება და სწორედ ამ ხელისუფლებამ მოუტანა ყველა ეს დანაშაული და ყველა ეს უბედურება ჩვენს ქვეყანას, თუმცა ამაზე პასუხისმგებლობა სამწუხაროდ არავის აუღია. ახლა როდესაც კონკრეტული ძალები ცდილობენ, რომ ასეთი ავტორიტარიზმი, ასეთი ძალები დაგვიბრუნონ ხელისუფლებაში 12 წლის თავზე, ამას რა თქმა უნდა არავითარი გამართლება არ აქვს. ავტორიტარიზმის ფესტივალი საქართველოში არ შედგება, დემოკრატიის ნამდვილი ფესტივალი შედგება 26 ოქტომბერს, როცა გაიმარჯვებს ქართული ესტონური. ასე მინდა გკითხოთ გუშინდელ თავდასხმაზე, ბატონო ირაკლი, ნიკა მელიას დაესხნენ თავს. ოპოზიციაში ამბობენ, რომ ეს არის ქართული ოცნების წინასაარჩევნო ძალადობრივი კამპანია. ამ თემასთან დაკავშირებით მინდა გკითხოთ, ასევე არ ვიცი ჯერჯერობით იდენტიფიცირებულია თუ არა ის ადამიანი, ვინც თავს დაესხა ოპოზიციას. პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ არჩევნები ჩატარდეს შვიდობიან და მშვიდ გარემოში. რა თქმა უნდა, ნებისმიერი ასეთი ინციდენტი არის მიუღებელი. ყველას უწოდებ, რომ თავი შეიკავოს ასეთი აქტებისგან. არჩევნები საქართველოში უნდა ჩატარდეს მშვიდობიან და მშვიდ გარემოში. ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი. ეს არის განსაკუთრებით, რა თქმა უნდა, მართული ძალისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი. რაც ეხება ეს ინიციატივას, კითხვა პირველად რამდენად მნიშვნელოვანია, რომ მონოპოლიების
დაჯილდოება მოხდეს მომდევნო. მე მგონი ეს იყო აბსოლუტურად ლოგიკური გადაწყვეტილება. ერთი ის არის სამწუხარო, რომ აქამდე არ არსებობდა ასეთი პრაქტიკა, იგივე 2021 წელს არ იყო ასეთი პრაქტიკა დამკვიდრებული, იგივე გუნდურსახიობებთან მიმართებითაც არ იყო ასეთი პრაქტიკა დამკვიდრებული, რაც ფართოდ არის გავრცელებული სხვადასხვა ქვეყანაში, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. მე ვფიქრობ, რომ აბსოლუტურად ლოგიკურია ის ჯილდოები, რომლებსაც ჩვენ წარვადგინეთ, ჩვენი ოლიმპიელები, როგორც მოგეხსენება წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარვადგინეთ ოლიმპიური ჩემპიონები და ღირსების ორდენზე წარვადგინეთ ოლიმპიური პრიზიორები. ეს არის ის ჯილდო, რაც მათ დაიმსახურეს, რა თქმა უნდა, იმ ჯილდოსთან ერთად, რომელიც მათ უშუალოდ ოლიმპიადაზე მოიპოვეს. ბატონო რექტორ, სალომე ზურაბიშვილი მოხალისე დამპყრობლების კამპანიაში ჩაერთო და აზიარებს ამ ვიდეო რგოლს სოციალურ ქსელში. რატომ აქვს ყოველს განს და მათ შორის სალომე ზურაბიშვილს, რომ შესაძლოა თქვენ არჩევნები გააკეთოთ? აქტუალური არ არის სალომე ზურაბიშვილი, ეს არის სალომე მოძრაობის ერთ-ერთი მარიონეტი, შესაბამისად, რასაც ჩაძახებენ, იმას ამოძახებს ხოლმე. ეს არის მისი ერთადერთი როლი და ფუნქცია. თქვენ იცით, რომ ის არის ნაცმოძრაობის პრეზიდენტი და არა საქართველოს პრეზიდენტი. საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა მის მიერ საქართველოს კონსტიტუციის დარღვევა. შემდეგ მან აღიარა სალომე ზურაბიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს ლეგიტიმაცია. აქედან გამომდინარე, სალომე ზურაბიშვილს თავად აქვს აღიარებული, რომ ის არის კონსტიტუციის დამღები პრეზიდენტი და მან თანამდებობა შეინარჩუნა მხოლოდ და მხოლოდ იმის ხარჯზე, რომ ნაცმოძრაობამ ხარი არ დაუჭირა იმპიჩმენტის წესით მის გადაყენებას. შესაბამისად, ამ მომენტიდან ის არის უკვე არა საქართველოს პრეზიდენტი, არამედ რეალურად ის არის ნაცმოძრაობის პრეზიდენტი, ერთი მარტივი მარიონეტი. შესაბამისად, მის არავითარ სიტყვას და განცხადებას არავითარი ფასი არ აქვს. და ელისაშვილთან დაკავშირებით მინდა გითხოთ, ელისაშვილი, ალეგ ელისაშვილი შეუერთდა ხაზარაძე ჯაფარიძე ცუცქიდის ერთობას. როგორც ხედავთ, ოპოზიცია ახერხებს მაინც გაერთიანებას და ოპოზიციაში ამბობენ, რომ ეს ყველაფერი ყველაზე მეტად ქართულ ოცნებას აზარალებს. რეალურად 0-1 უდრის -1. ეს არის ველოს დღევანდელი მდგომარეობა. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, წარმატების არავითარი შანსი ამ პოლიტიკურ ძალას არ აქვს. მედიფს კითხვებს